ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე როგორც იმსახურებენ, არამედ ისე როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა, აცხადებს მომავალი პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ძალიან მაგარი მომავალი ექნება და ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, ამბობს მოქმედი პრეზიდენტი. ლიდერებს შორის ჯგუფური შეხვედრა დღეს ასეთი შინაარსის განცხადებებით დასრულდა. თემებზე, რომელიც დღეს განიხილეს, ასევე მომავალი თავდაცვის მინისტრის სტრატეგიაზე. დღეს მთავარ კითხვას ირაკლი ალასანია უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ რევანშს. იაგო კაჭკაჭიშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. ირაკლი ალასანია უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობის საბატონო ირაკლი. საღამოშტობის ეკა. და პირველ რიგში გილოცავთ იმას, რომ ხართ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი. დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ, პირველად ხვდებით გათავისუფლების შემდეგ და თავისუფლების მოპოვებას. ვიდრე დავიწყებდეთ თქვენი უკვე როგორც მომავალი მინისტრის სტრატეგიაზე საუბარს, მოდით დღევანდელი შეხვედრით დავიწყოთ. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო კონკრეტულ შედეგზე, კონკრეტულ რეზულტატზე ორიენტირებული და ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის? ანუ ფორმალური შეხვედრა. არა, მე ვთვლი, რომ თავისთავად ჩვენს ქვეყანაში რაც მოხდა 1 ოქტომბერს და არჩევნების გზით პირველად რომ ხდება მთავრობის გადაცემა, ხელისუფლების გადაცემა, ამის ბოლომდე შეგრძნება და ჩვენი მხრიდან და ჩვენი ოპონენტების მხრიდან საზოგადოებისთვის ერთობლივად ამის ჩვენება აუცილებელი იყო სწორედ ამ შეხვედრით. ამიტომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი შეხვედრა. პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, რაც ბატონმა ბიზინამ ბრძანა ქართული ოცნების ნაბიჯებით, სწორედ დაგვირგვინდა დღეს. და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება არის ამით გამარჯვებული და მოგებული. დღევანდელი შეხვედრა გამოირჩეოდა იმითაც, რომ ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს ლიდერსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერს შორის. ეს იყო პირველი შეხვედრა არჩევნების შემდეგ და ჩემი აზრით ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ რეალურად ცხადყო მთელი საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალა და დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ქართველებმა შევძელით არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ფორმატი როგორი იყო შეხვედრის? ყველა ელოდა, რომ ეს იქნებოდა ტეტ-ა-ტეტ ერთ-ერთზე შეხვედრა ორი ჯგუფის მთავარი ლიდერების. როგორ ჩამოყალიბდა ფორმატი მას შემდეგ, რაც შეხვედრა იყო თავისი ფორმითაც და შინაარსითაც ჩვენ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენის მხრიდან და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არა მესამეჯერ შევხვდით დღეს გაფართოვდა და ლიდერებმა პირისპირ ილაპარაკეს დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ჯგუფების გარეშე? ჯგუფების გარეშე ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენს ასე ვთქვათ ასევე საქმიანი საუბარი იმაზე თუ როგორ მიდის უწყებებში სამუშაო ჯგუფების ასე ვთქვათ ინფორმაციული უზრუნველყოფა მათი მხრიდან. ყველა უწყებაში იცით რომ წარსგავნილი ან დობით აღჭურვილი ჯგუფები რომლებიც სწავლობენ კონკრეტულად თუ რა ვითარებაა დღეს კონკრეტულ უწყებაში, მათ არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, პასუხისმგებლობა ვიდრე არ მოხდება ხელისუფლების და მთავრობის გადაცემა, კვლავ არის მოქმედი მთავრობის ხელში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რომ შევისწავლოთ ვითარება, რათა როგორც კი დამტკიცდება ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი შეუდგება და კაბინეტი თავის მუშაობას სწრაფად მოვახერხოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. რაც შეეხება ლიდერების ერთ-ერთზე შეხვედრას, თუ იყო ჯგუფებთან თემები შეთანხმებული, რაზე ისაუბრეს მათ და იყო თუ არა ამ საკითხებს შორის მოქმედი პრეზიდენტის გადადგომა არ გადადგომის თემა? ეს არის ძალიან საინტერესო. მე მინდა გითხრათ, რომ საუბრის ასე ვთქვათ შინაარსი არ იყო არანაირად შეთანხმებული სამუშაო ჯგუფებთან, ეს ლიდერების გადასაწყვეტი იყო. საუბრის შინაარსი ბუნებრივია ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ბატონ სააგაშვილს შორის დარჩება მაინც კონფიდენციალურად, იმიტომ რომ მე არ ვთვლი საჭიროდ და არც ერთი მხარე მის განსაჯაროებას. ისე იცით შინაარსი? ბუნებრივია ჩვენ გაგვიზიარა ჩვენმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თუ რა საუბარი შედგა. მე მინდა მხოლოდ შედეგზე ვისაუბრო. შედეგი არის ძალიან ნათელი მთელი ქვეყნისთვის, რომ დღეს ცხად ყველასთვის ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა ოპონენტებმა რომ ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში შეიცვალა მშვიდობიანი გზით
და ის წარმატება, რასაც მიაღწია ქართულმა საზოგადოებამ, დღეს გახდა მთელი მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ თვალნათელი. პროფესორ, მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მოხდება ხელისუფლების და ძალაუფლების გადანაწილება. ერთი მხრივ დღეს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების გადაცემა მოხდება და არა ყველა ფუნქციის. მეორე მხრივ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთი არჩევნებით ქვეყანაში ყველაფერი ვერ შეიცვლება. ეს რას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ვერ იქნება სრულფასოვანი ხელისუფალი, თუ ეს არის უბრალოდ ძველი ხელისუფლების სურვილი, რომ ასე დარჩეს? მე მინდა სრული დაბეჯითებით უთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ მთლიან მოხდება მთავრობის გადმოცემა მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის და კაბინეტისთვის ყველა მისი ფუნქციით, ყველა მისი კომპეტენციით, ასევე ნათელია, რომ ის დისკრეცია, რომელიც აქვს პრეზიდენტს კონკრეტულ უწყებებზე, როგორც არის თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე არის უკვე მომავალი პრემიერ-მინისტრის დასაკომპლექტებელი და მის გამგებლობაში იქნება რეალობა პოლიტიკური უბრალოდ ცხადყოფს იმას, რომ მთლიანად ხელისუფლება პრაქტიკულად შეიცვალა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას ხავს მოქმედი პრეზიდენტი და ბუნებრივია გარკვეული საკითხები მომავალში იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების საგანი, მაგრამ თავარი არსი ის არის, რომ თვისობრივად ახალი ხელისუფლება, მთავრობა, ახალი პრიორიტეტებით, სწორი პრიორიტეტებით და ჩვენ მოგვეცემა სრული შესაძლებლობა იმ დაპირების, იმ პოლიტიკური ხაზის გატარება, რაზეც ჩვენ საუბრობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. თუმცა ერთი მხრივ პრეზიდენტი ნიშნავს ახალ გუბერნატორებს, ნიშნავს გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელს, ორ სამინისტროს მან თავისი ბრძანებულებით გუშინ გარკვეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ჩამოაჭრა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ იქნება ორხელისუფლებიანობის მცდელობა მაინც მინიმუმ ქვეყანაში? არავითარი ორხელისუფლებიანობა საქართველოში არ იქნება. დამარცხდა ნაციონალური მოძრაობა, გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, მთელი საზოგადოების უმრავლესობის ნებით, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ილუზიებშია ის ადამიანი თუ პოლიტიკოსი, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში შეეწინააღმდეგოს ჩვენი საზოგადოების ნებას და პარლამენტში არჩეულ უმრავლესობას და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობას რაიმე ფორმით შეუქმნის პრობლემებს. ეს გაცხადებულიც არის იმ პრინციპულ შეთანხმებაში, რომელსაც მივახციეთ პირველ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფებმა. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ კი რამე შეიძლება შეექმნას მომავალ პრემიერ-მინისტრს და კაბინეტს მუშაობისას, ფუნქციონირებისას. მე უბრალოდ ჩემს აზრს გეტყვით, რომ მესმის, რომ ნაციონალური მოძრაობა, მათი ლიდერები ცდილობენ შეაფერხონ, შეანელონ ნაციონალური მოძრაობის როგორც გუნდის ჩამოშლას. ეს გასაგებია, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, გარკვეულად შეიძლება რაღაც გუნდი შეინარჩუნონ, მაგრამ პროცესები მაინც განვითარება თავისი გზით. ასევე არის სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება, რომ შესაძლებელია გარკვეულწილად რაღაც რევანშისტული განწყობები იყოს ნაციონალური მოძრაობის ან თუნდაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ეს აბსურდია, ეს არ მოხდება. აბსურდი რა არის, რომ განწყობები იყოს თუ მათ ეს შეძლონ? შეძლონ, თორე განწყობები შეიძლება იყოს. რეალობა ისეთია და დღეს ეს რეალობა კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა. ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ძალა, ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი კოალიციის სახით. ეს ნდობა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, მაგრამ ასევე არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენ ავარშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ჩვენ ავარშენებთ ქვეყანას, სადაც იქნება სამართლის უზენაესობა პირველ რიგში. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოვდივართ რევანშისტული განწყობებით, არაერთხელ გავუსვით იმას ხაზი, რომ ყველა საჯარო მოხელე, ვინც პროფესიონალია, გააგრძელებს მუშაობას თავის სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად შემოწყებას რაც შეეხება, მე ვსწავლობ უკვე საკითხს, მქონდა რამდენიმე ანგარიში მოვისმინე უკვე იმ სამუშაო ჯგუფის, რომელიც წარსგანილია თავდაცვის უწყებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც სხვა სამინისტროები, თავდაცვის უწყება იქნება გამორჩეული თავისი დისციპლინით, თავისი ხედვით და რაც მთავარია ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი შეერაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნა და თავდაცვის უნარიანობა იქნება უმაღლეს დონეზე. თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გექნებათ საქმე გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტმა დანიშნა და რომელიც ახალაების გუნდის წევრია, როგორ აპირებთ მასთან თანამშრომლობას? მე მინდა ეკა გითხრათ, რომ ეს ცვლილება ამ ცვლილების შესახებ ჩვენ საქმის კურსში შეგვიყვანა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. დიახ, ინფორმირებული ვიყავით. კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა, რომ ჯერჯერობით კანდიდატურაც ცნობილი იყო ჩვენთვის, მისაღები რა თქმა უნდა არა, მაგრამ ცნობილი იყო
აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, ვიდრე არ მოხდება ხელისუფლების განმოცემა, იღებს მოქმედი მთავრობა, ნაციონალური მოძრაობა და ბუნებრივია ჩვენ არანაირად არ უშლით ხელთ, რომ ეს პერიოდი ჩაატარონ ისე, როგორც მათ სურთ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველა ნაბიჯზე იქნება მათ პოლიტიკურ გუნდზე, როგორც კი მოხდება ხელისუფლების შეცვლა, ბუნებრივია შეიცვლება მთლიანად ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, რაც შეეხება გენერალური შტაბების ხელმძღვანელს, ეს იქნება ბუნებრივია შეთანხმების საგანი, იმიტომ რომ ნიშნავს პრეზიდენტი რჩება უმაღლეს მთავარსარდლად ჩვენი შეერაღებული ძალების, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ კანდიდატურა იქნება მომავალში შეთანხმებული. ანუ იმაზე ხართ შეთანხმებული, ამით იმის თქმა გინდათ, რომ შეთანხმებული ხართ კიდევ ცვლილებაზე გენერალური შტაბის ხელმძღვანელის. ეს რომ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ამაზე ვარ შეთანხმებული. მაშინ ამ შემთხვევაში ვის განიხილავთ კანდიდატურად? საუბარია ვახტანგ კაპანაძეზე, ყოფილი გენერალური შტაბის ხელმძღვანელზე, რომელიც იმყოფებოდა დღეს თავდაცვის სამინისტროში ექსპერტის რანგში და ისწავლობდა სიტუაციას იმისთვის, რომ შემდეგ თქვენ მე დაგიდასტურებთ, რომ ამ სამუშაო ჯგუფში ჩვენი ნდობით წარდგენილი პირების რიცხვში არის ვახტანგ კაპანაძე, ძალიან გამოცდილი სამხედრო გენერალი, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ კანდიდატურებზე შეთანხმება არ ყოფილა. ჩვენ ბუნებრივია ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ჩამოვყალიბდეთ სავარაუდო კანდიდატებზე, ამიტომ მას აქ მხოლოდ და მხოლოდ ის უფლება მომისწრება, რაც აქ ყველა სამუშაო ჯგუფს შეისწავლოს ადგილზე ვითარება და მოხსენებით წარსდგეს ჩვენი მომავალი კაბინეტის წინაშე. ბოდნირაკლი გუშინ ბიძინა-ივანიშვილმა, როდესაც თქვენზე როგორც საპრეზიდენტო კანდიდატზე დაუსვეს შეკითხვა, უპასუხა, რომ თქვენ უფრო საინტერესო პოსტზე ინიშნებით, ვიდრე ეს არის პრეზიდენტი მომავალ შერეულ საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეთანხმებით თუ არა მას ამ მთავარ კითხვას, მოდით პასუხი გავცეთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თავარ კითხვას ირაკლი ალასანია უპასუხებს. ბატონო ირაკლი, შემდეგი განცხადება გააკეთა გუშინ ბიძინა-ივანიშვილმა. მან თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა ის ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად მიიჩნევს ვახტანგ ხმალაძეს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მას პრეზიდენტობაზე გაცილებით საინტერესო თანამდებობა ექნება. ის გულისხმობდა ბუნებრივია სუსტ პრეზიდენტს, რომლის მომხრეს თქვენ თავის დროზე არ იყავით, მე როგორც მახსოვს. რამდენად ეთანხმებით კოალიციის ლიდერს, რომ მართლაც ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვითარებაში თქვენი პოსტი შეიძლება იყოს უფრო საინტერესო ვიდრე საპრეზიდენტო პოსტი? მოდით იმით დავიწყებ, რაც ბიძინა-ივანიშვილმა თქვა, რომ ეს ამაზე საუბარი მართლაც ნაადრევია. ჩვენ იმხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე ბიძინა-ივანიშვილის თაოსნობით, რომ მთლიანად ფოკუსირებული ვართ და კონკრეტულად გადასული ვართ იმ დაპირების, იმ პროგრამების განხორციელებაზე, რაც წინასაარჩევნო კამპანიისას ჩვენ საზოგადოებას გავაცანეთ. მიმართულება, რომელიც ბიძინა-ივანიშვილმა მე მომცა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, ჩვენი შეერაღებული ძალების სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემთვის ახლა მთავარი საზრუნავი საგანი და ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი, როგორც განსაზღვრა ბატონმა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, არის ჯარისკაცი, მეომარი, რომელიც აქამდე სამწუხაროდ არ იყო მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის უწყებაში. მისი სოციალური დაცვა, მისი ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ მას კონდეს შესაძლებლობა ივარჯიშოს, მომზადებული იყოს, კონდეს მობილური არმია და რაც მთავარია უპასუხოს დღევანდელ გამოწვევებს. ეს იქნება მთავარი ცვლილება, რასაც გაატარებთ, რომ ორიენტაცია შეიცვლება თავდაცვის სამინისტროსი. მთავარი ღირებულება თავდაცვის სამინისტროსი უნდა იყოს ჯარისკაცი, ისევე როგორც ჩვენთვის, ჩვენი კოალიციისთვის მთავარი ღირებულება არის მოქალაქე, ადამიანი. იქიდან გამომდინარე, უამრავი რეფორმა, სწორი რეფორმა იქნება განსახორციელებელი, რომ სწორად ფოკუსირებული იყოს ყველაფერი ჯარისკაცზე, მისთვის პირობების შექმნაზე, მათი ოჯახების სოციალურ უზრუნველყოფაზე. იმიტომ რაც თუ გინდა სახელმწიფო შეაფასო და გაიგო თუ როგორია ეს სახელმწიფო, პირველ რიგში ყურადღება სწორედ უნდა მიაქციო, როგორ ექცევა ის თავის ვეტერანებს და თავის ჯარს. და აქედან გამომდინარე, ჩემი პრიორიტეტი სწორედ იქნება ჯარისკაცი, მისი უზრუნველყოფა ყველა იმ საშუალებით, რაც მას მისცემს შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა დაიცვას საჭიროების შემთხვევაში ისე, რომ ჩვენ მართლაც ფხიზელი არ დაგვჭირდეს და ვიცოდეთ, რომ დაცულები ვართ. სისტემა ფიქრობთ, რომ არის ფუნდამენტურად შესაძლებელი, თუ არის ისეთი დადებითი საფუძვლები, რაც არ საჭიროებს. ფილოსოფია არის მთლიანად შესაძლებელი. უამრავი ადამიანის უფლებების დარღვევას ჰქონდა საქმე ჯარში, უპატივცემულო მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ, უამრავი მებრძოლი
ჯარისკაცი არის დაპატიმრებული აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და სწორედ გადახედილი იქნება ყველა ეს საქმე. გარდა ამისა, ჩვენ არ გვყავს არც ერთი პროფესიონალი სამხედროს განათლებული თავდაცვის, ასე ვთქვათ, და უსაფრთხოების სპეციალისტის დაკარგვის უფლება და ფუფუნება. ძალიან ბევრმა დატოვა თავდაცვის უწყება წლების განმავლობაში, ვინც არის მაღალი დონის სპეციალისტი. ამიტომ ჩვენ ყველა მათგანი საქმეს შევისწავლით და რა თქმა უნდა საშუალებას მივცემთ, რომ გააგრძელოს სამსახური თავდაცვის სამინისტროში და სამხედრო შეიარაღებულ ძალებში. ყველას, ეხლა არავის არ გამოვყოფ და კონკრეტულად არავის არ ვილაპარაკებ. გარდა ამისა, რეალური სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებული ძალების, რომელიც არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში დღეს, საპარლამენტო კონტროლი ჩვენ გვექნება სამაგალითო და კარგი ურთიერთობა შესაბამის კომიტეტთან პარლამენტში. გამჭვირვალეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რითიც იხელმძღვანელებს თავდაცვის სამინისტრო. პრაქტიკულად ტენდერები მომსახურებაზე ტარდება აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ და უამრავი შრომა იქნება განსახორციელებული იმისთვის, რომ გავერკვეთ რეალურად ვითარებაში. მე პირველი ანგარიშები უკვე მოვისმინე და უკვე მაქვს ზოგადი წარმოდგენა, თუ როგორ უნდა დავიწყოთ პირველივე დღიდან თავდაცვის სამინისტროში მისვლის ჩვენი მოქმედება, პროფესიონალიზმი და გამოცდილება იქნება მთავარი გამსაზღვრელი კადრების შერჩევისას. მაგრამ აქვე მინდა ვახსენო, თქვენ შეკითხვაში ეს იდო, არიან თუ არა ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები, რა თქმა უნდა არიან. მათ მიეცემათ დეპოლიტიზირებულ, ხაზი მინდა გაუსვათ, დეპოლიტიზირებულ თავდაცვის უწყებაში გააგრძელონ თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის და სახელმწიფო სამსახური. თქვენ ისიც თქვით გუშინ, რომ უწყებას პრაქტიკულად დამნაშავეები მართავდნენო. მე გავიხსენე პასუხისგებლობას თქვენს თავზე, რომ ყველა დამნაშავე იქნება სამართლიანად, რასაკვირველია დასჯილი. ეს იქნება სასამართლოს საქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვაყალიბებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა, სამართლის უზენაესობა იქნება მთავარი პრინციპი და ბუნებრივია მე ეს კონკრეტული შეფასება გავაკეთე უამრავი დანაშაულის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს გვაქვს და საზოგადოებასაც აქვს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვს, თუ რას ქონდა ადგილი თავდაცვის სამინისტროში. კონკრეტული შემთხვევა მინდა გავიხსენო ბატონი სერგო თეთრაძის მკვლელობა, პირდაპირ შეიძლება ამას უკვე დაერქვეს, მკვლელობა, რომელიც თავდაცვის უწყებაში ჩაიდინეს, რომლის შესახება ჩვენ 1 წლის წინ ვსაუბრობდით. ეს შემთხვევაც და სხვა შემთხვევებიც იქნება გამოძიებული და მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ყველა დამნაშავე იქნება წარდგენილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დაფინანსებას რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ეს იყო ძალიან პრივილეგირებული სფერო მიხეილ სააკაშვილის დროს, განსაკუთრებით აგვისტოს ომამდე, მაგრამ ეს არ იყო გამჭვირვალე ხარჯები არასოდეს. როგორ ფიქრობთ, ასევე პრივილეგირებული უნდა დარჩეს ეს სისტემა ახლაც? ასეთივე თავდაცვის უნარიანობა ჩვენი ქვეყნის არის სახელმწიფოს პრიორიტეტული სფერო და დარჩება ესეთად, მაგრამ მე ასევე მინდა შევეხმიანო თქვენ შეკითხვას და გიპასუხოთ, რომ მე განვაცხადე კიდევაც გუშინ, რომ აუცილებელია ჩატარდეს სწორი, მიუკერძოებელი ანალიზი, არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს სამხედრო წარუმატებლობის, არამედ მთელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში წარმოებული თავდაცვითი ომების ანალიზი უნდა მოხდეს, რამ გამოიწვია ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების წარუმატებლობა, განსაკუთრებული ყურადღება იქნება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომზე, იმიტომ რომ ჩვენმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ 5 მილიარდზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. აღმოჩნდა, რომ ერთი დღეც კი ვერ გაუძლო ჩვენმა თავდაცვის უნარიანობამ ამ შემოტევას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა. გაგახსენებთ 12-13 წლებს, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ჩვენი შეიარაღებული ძალები დაფინანსების გარეშე იყო, წელიწადზე მეტი გაუძლო რუსეთის შემოტევას ქართულმა არმიამ და ჩვენმა ბიჭებმა. ასე რომ ეს იქნება ეს საკითხი ძალიან მიუკერძოებლად შესწავლილი, ყველა შეცდომა, რაც კი დაუშვით ჩვენ ამ კუთხით, უნდა გავითვალისწინოთ და ამაზე ავაგოთ უკვე ჩვენი თავდაცვის დოქტრინა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრიორიტეტად დარჩება ბუნებრივია ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოელ პარტნიორებთან და ჩვენ ნათელი პოზიცია გვაქვს იმაზეც, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დარჩებიან ავღანეთში, საერთაშორისო ოპერაციაში, მანამდე ვიდრე მისია არ იქნება ამოწურული და შემდეგ ჩვენ ბიჭებს დავაბრუნებთ სამშობლოში. თუმცა ავღანეთთან დაკავშირებით და სამშვიდობო მისიებთან დაკავშირებით ბევრი პრეტენზია აქვს საზოგადოებას, მაგალითად ის, რომ არაადეკვატურად დიდი რაოდენობის ჯარისკაცებით მონაწილეობს საქართველოს ავღანეთის მისიაში, მაგალითად ის, რომ განსაკუთრებულად საშიშ ჰელმანდის პროვინციაში არიან ქართველი ჯარისკაცები, მაგალითად ის, რომ მათ აქვთ არაადეკვატური
ადეკვატური ანაზღაურება და არაადეკვატური პირობები განსხვავებით სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისგან. აქ არ ფიქრობთ, რომ ბევრი რამ მართლაც შესაძლებელია? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩვენ როდესაც ვართ საერთაშორისო ოპერაციის ნაწილი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს არ არის არავითარ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის გამო პრიორიტეტული. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ, რადიკალიზმის წინააღმდეგ, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ჩვენი თანამონაწილეობა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. და მე ამაყება, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ვაჟკაცი, მეომრები ესე ღირსეულად იცავენ მისიას და რაც მთავარია, ერთი შეხვედრაც კი არ მქონია ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან, რომ განსაკუთრებულად არ აღენიშნოთ ის განსაკუთრებული სიმამაცე, რითიც ისინი გამოირჩევიან ავღანეთში. ეს არის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ აიღო და ესე მარტივად ამ ვალდებულების შეცვლა ვერ მოხდება. გარდა ამისა, მინდა ისიც თქვა, რომ ბრძოლაში წასული კაცი ახლა ვერ იტყვი, რომელ რეგიონში ავღანეთის უფრო მეტად სახიფათოა ყოფნა, ბრძოლაში წავიდა ადამიანი და ბუნებრივად ჩვენ გვესმის და უამრავი ფატალური შემთხვევაც ჰქონდა. ეს არის ის ტვირთი, ის სიმძიმე, რასაც ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ბიჭები ანაზღაურება და პირობები. პირობებზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ჩემს მიერ შესწავლილი ეს საკითხი და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისთვისაც ჩვენს მონაწილეობას ასეთ საერთაშორისო ოპერაციებში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასე რომ ჩვენ შევინარჩუნებთ კონტინგენტს იქ, მაგრამ ვიდრე მისი არ მოიწურება იქ ვიქნებით, მაგრამ ამის შემდეგ უსწრაფესად დავიწყებთ ჩვენი ბიჭების დაბრუნებაზე ფიქრს. რაც შეეხება თვითონ ჯარს და ჯარის სისტემას, თუ გიფიქრიათ ამაზე, ანუ აპირებთ ისევ გაწვევის დატოვებას თუ ეს იქნება უკვე საკონტრაქტო ჯარი? როგორ მე კონკრეტული ხედვა, რომელიც დამავალა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, რომ წარმომედგინა, მზად იქნება, როგორც კი დამტკიცდება ესე იგი ახალი კაბინეტი და მინდა მას შემდეგ, როდესაც ამას შეისწავლის და დაამტკიცებს თავის მომავალი პრემიერ-მინისტრი, მის შემდეგ გახდეს ეს საჯარო. ძალიან ბევრ ცვლილებას ვაპირებთ, რომელიც კონკრეტულად მიმართული იქნება ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისკენ და ასევე ჯარისკაცის, როგორც მთავარი ღირებულების ჩვენი თავდაცვის უწყებისთვის, მისთვის პირობების შექმნისკენ. რეზერვისტების სისტემაზე რას ფიქრობთ? თვისობრივად შესაძლებელია, რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიიღო სააკაშვილმა და პირველი რეზერვის ჩამოყალიბება კრახით დასრულდა, ჩვენ ეს კარგად ვნახეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. შემდეგი გადაწყვეტილება იყო ასევე პოლიტიკურად მოტივირებული და ამ ბიჭების გამოყენება უნდათ შიდა პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის. ეს განცხადება მე ჯერ კიდევ 8 თვის წინ გავაკეთე, რომელსაც არ დაეთანხმა არც ამჟამინდელი უშუალო საბჭოს მდივანი და საერთოდ მთელი მართველი გუნდი. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს არის ფაქტი. ესეთი დაჯგუფებები შექმნილია, ეს არის პატრიოტი ბიჭებისგან, მეომარი ბიჭებისგან შექმნილი ჯგუფები, რომელიც ბუნებრივია, იქნება გადახედილი და ისინი ჩაუდგებიან ლეგალურად, სწორად თავდაცვის უნარიანობის უზრუნველყოფას. კიდევ ერთი თემა, რომელსაც მინდა საუბრის ბოლოს შევეხოთ, ეს არის სამეგრელოს თემა. CSKO-ს მიმდინარე მონაცემებით როლანდ ახალაიამ ზუგდიდში აიღო 47.58% ხმების, თქვენ კი 36.22%. დღეს თქვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა, სარჩელები უბრალოდ სასამართლომ. პოლიტიკური იყო სასამართლოს გადაწყვეტილება? უდაოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვასაჩივრებთ და მას სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს გუშინ ჩვენმა წარმომადგენლებმა სარჩელი. ჩვენ ავიღეთ გარკვეული ვალდებულება საზოგადოების წინაშე და ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ სიბრტყეში გავაგრძელებთ ბრძოლას და ამიტომაც ქუჩის საპროტესტო აქციები ჩვენ შევწყვიტეთ, არადა მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ არ ყოფილიყო ნებათაღელვა, მაგრამ ხალხის პროტესტი ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ მოიპარეს არჩევნები. მათ დაიცვეს ურთიერთობის ეტიკეტი, მათ დაიცვეს ორ ძალიან მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკურ ფიგურებს შორის, პოტენციური პოლიტიკური ფიგურაა რა, ბიძინა ივანიშვილი, თანაც გარდაუვალი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რა. ეს იყო ნიმუში, ჩემი აზრით, მათი კომუნიკაცია დღეს, ეს იყო ნიმუში მაღალი პოლიტიკური ეტიკეტისა, რაც უდავოდ მისასალმებელია ქალბატონიკა, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში. მით უფრო რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ამომრჩეველს ამ ტიპის მოლოდინს არ უჩენდა. წინასაარჩევნო პერიოდი
მართლაც ავსე იყო ხელისუფლების მხრიდან თავარი ოპოზიციური კონკურენტის მიმართ გაუგონარი დაპირისპირებით, რომელიც ცილდებოდა ყოველგვარი ცივილურობის და პოლიტიკური ეტიკეტის ფარგლებს. ასე რომ ეს იყო სასიამოვნო მოულოდნელობა, საერთოდ არჩევნების შემდგომი პერიოდი ეს არის დემოკრატიული კულტურის ჩვენება, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის, ასევე ყოფილი სახელმწიფო გუნდის მხრიდან, რაც მაფიქრებინებს ეს დემოკრატიულობა ამ შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ არის. მე იმედი მაქვს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, შოუ, რომელსაც ძირითადი პოლიტიკური აქტორები გვთავაზობენ, არამედ ეს არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ზრდის, ქართული საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური ელიტის, პოლიტიკური კულტურის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება. მე არ ველი, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვან გადაცრომებს შეიძლება კონდეს ადგილი, რა ძალიან მახარებს ის პრეცედენტი, რომ საქართველოში ძალაუფლება და ხელისუფლება იცვლება მშვიდობიანი გზით დემოკრატიისთვის ადეკვატური ინსტრუმენტების გამოყენებით. მე ვფიქრობ, რომ ყველა ამორჩევლისთვის სასიხარულო ფაქტია და ამორჩეველი ელის, რომ საქართველოს პოლიტიკური მომავალი ამ მიმართულებით განვითარდება. 40 წუთის მანძილზე პირისპირ საუბრობდნენ პრეზიდენტი და მომავალი პრემიერ-მინისტრი. თემატიკა ჩვენთვის უცნობია. თუ გაქვთ რაიმე თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, რა შეიძლება ყოფილიყო მათი საუბრის შინაარსი? 40 წუთი ეს მცირე დრო ტეტ-ატეტ საუბრისთვის ნამდვილად არ არის. მოდით ამ შემთხვევაში ჩემს ფანტაზიებს არ მოვიხმობ, არამედ დავესესხები, ვიპოვნოთ მარცვლები ამ შეხვედრის შემდეგ, შეხვედრის მონაწილე პოლიტიკური ფიგურების განცხადებებში. მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა, რომ ჩვენს შეხედულებებში არის ფუნდამენტური განსხვავებები, ოღონდ კარგი იქნებოდა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაესუსტებინა რა ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობს ის, იმიტომ რომ დეკლარირების დონეზე ქართული ამორჩევლისთვის არ წინასაარჩევნო პერიოდში და მით უფრო არც ახლა ასეთ ფუნდამენტური განსხვავებების მხილველი ჩვენ არა ვართ, არა ეს შეეხება თქვათ იგივე საქართველოს საგარეო ორიენტაციას წინასაარჩევნო პერიოდში. თქვა რომ პრინციპში არსებობს არანაირი წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ მუდმივად გვესმოდა, რომ ეს არის ძალა, რომელიც საქართველოს დააბრუნებს რუსულ ორბიტაზე, ეს არის ძალა, რომელიც ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. ეს ვთქვათ ყველაფერი როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერთა განცხადებებში იკვეთება, ასე არ არის, ესე ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსვლა არ აქვს, არანაირი განსვლა არ აქვს. წინასაარჩევნო ძირითად მესჯებთან დაკავშირებით ასევე ვერ ხედავ ჩვენ ფუნდამენტურ განსხვავებას, აქცენტი კეთდება სოციალურ პრობლემებზე კეთდებოდა აქცენტი და ეს პრობლემები კვლავაც პრიორიტეტულია. ქურდების საკითხი ახსენეთ თქვენ და აქაც გამოცხადა ქურდების მიმართ შეურიგებელი ბრძოლა და ითქვა, რომ ვერც ერთი ქურდი საქართველოს ფარგლებს, საქართველოს საზღვრებს ვერ გამოკვეთს, ასე რომ მე მართლა მაინტერესებს ჩემი შეკითხვა პრეზიდენტის მიმართ და ერთად მმართველი გუნდის მიმართ ის არის, რაში ჩანს ფუნდამენტური განსხვავება. მე ვგულისხმობ დეკლარირების დონეზე. რაც შეეხება რეალობას, ამ ფუნდამენტურ განსხვავებას მე ვგრძნობ და მე მგონი ეს განსხვავება იგრძნო საქართველოს საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა, როდესაც უკვე იგრძნობა, რომ საქართველოში სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტები, სახელმწიფო, საზოგადოებრივი სოციალური ინსტიტუტები განთავისუფლდა გარკვეული სტრესისაგან, იმ თვალსაზრისით, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის მზის ქვეშ არ ქონდა დამკვიდრებული ადგილი, თუ არ იყავი ლოიალური ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, მაშინ ყველას ქონდა მოლოდინი, მოქალაქეს, ორგანიზაციას, ინსტიტუტს ქონდა მოლოდინი, რომ ის, ასე ვთქვათ, ერთ-ჩვენი დღეს აღმოჩნდებოდა მარგინალიზებული და აღმოჩნდებოდა ან ციხეში, აღმოჩნდებოდა ან სამსახურის გარეთ, აღმოჩნდებოდა გარიყული ქართული, ასე ვთქვათ, აქტიური
სოციალური სივრციდან და ასე შემდეგ. აი ამ თვალსაზრისით ფუნდამენტური განსხვავება მე მგონი ქართულმა საზოგადოებამ იგრძნო. მე არ ვიცი, მე ვადევნებ თქვენც ალბათ სოციალურ ქსელებს თვალს, საერთოდ ვესაუბრებით ადამიანებს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და ძალიან ბევრი ადამიანისგან მომისმენია ასეთი ძალიან მარტივი მაგრამ ძალიან ღრმა ფრაზა ამავე დროს, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობ პოლიტიკურ თემებზე და არ მეშინია. ესე არანაირი დაბრკოლება, არანაირი დაბრკოლება ამ თვალსაზრისით არ მაქვს. ჟურნალისტები რეკავენ და ისეთ შეკითხვებს სვამენ სხვადასხვა გამოცემებიდან, სადაც ამ შეკითხვების დასმა იგრძალებოდა და ასე შემდეგ. ასე რომ ამ თვალსაზრისით ნამდვილად არის ფუნდამენტური განსხვავება იმ დროსა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით არჩევნებამდე და იმ დროს შორის, რომელშიც ახლა ვცხოვრობ. მე იმედი მაქვს, რომ დეპოლიტიზირების ის ასე ვთქვათ, დადებითი ნაკადი თუ ტენდენცია, რაც შეინიშნება დღეს ქართულ საზოგადოებაში, რასაც გვპირდებიან ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ეს ტენდენცია გაღრმავდება და მართლა ჩვენ მივიღებთ საზოგადოებას, სადაც ადამიანები იქნებიან თავისუფალნი და საკუთარი ნების, საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად იმოქმედებენ. თუმცა შესაძლოა, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობდა ფუნდამენტურ სხვაობებზე, ის გულისხმობდა ერთი და მეორე გუნდის გეგმებს, რომლებიც არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. მოდით განსაზღვროთ, რა გეგმა შეიძლება დღეს კონდეს ნაციონალურ მოძრაობას. მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა, ამას ქართველი ხალხი თავისებურად შეაფასებს, ყველაფერს უნდა დრო რომ დაინახო და გაანალიზო, განაცხადა სააკაშვილმა და რაც თავარია, მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს იყოს ქვეყნის მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი თავის გუნდთან ერთად. რა გეგმა აქვს მას, როგორ ფიქრობთ? ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში მისი მომხრეების პოზიციები, მათ შორის კახა ბენდუქიძის წერილი, რომელიც საუბრობს ასევე მოკლევადიან მარცხზე, რომელიც შესაძლოა გრძელვადაში ნიშნავდეს გამარჯვებას. ყველაფერ ამაში რა ხაზი იკვეთება, როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების განცხადებები მე გულისხმობ ალბათ უკვე ყოფილ ხელისუფლებაში, შეგვიძლია ასე უწოდოთ, ხო? ყოფილი ხელისუფლების განცხადებები ხელისუფლებაში დარჩენასთან დაკავშირებით უფრო მათ სურვილებს და წარსულთან არაადვილ გამომშვიდობებას უსვამს ხაზს, ვიდრე მართლაც რეალურ მომავალს ამ პოლიტიკური ძალისა. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება შეასრულოს კონსტრუქციული ოპოზიციის ფუნქცია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ძალას ოდესმე ემუქრება ხელისუფლებაში დაბრუნება. ხელისუფლებაში დაბრუნება როგორც ძალაუფლების მთავარ რა არის მათი ასეთი მარცხის მიზეზი, რომ თქვენ ვერ ხედავთ პერსპექტივას მათ ხელისუფლებაში დაბრუნების? იმიტომ, რომ მათ ძალიან სერიოზული მარცხი განიცადეს ამ არჩევნებზე, თანაც ასე ვთქვათ, ამ მომრჩევლის ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული სიტუაციურად, არა არ ყოფილა მიღებული მექანიკურად თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს განწყობები მზადდებოდა 2007 წლიდან. 2007 წლიდან ეკა ჩვენ მომსწრევართ არნახული საპროტესტო ტალღის არსებული ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა ამ საპროტესტო მოძრაობის ვთქვათ რეგულირებას ძალის მეშვეობით, რაღაცა საკანონმდებლო ინიციატივების მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ну რაღაც პრინციპში მოჩვენებითი დათმობების მეშვეობით, მე მართლაც არ მახსოვს ხელისუფლების მიერ არსებითი დათმობა ოპოზიციის სასარგებლოდ. ასე რომ ხელისუფლება ყოველთვის ლავირებდა და ყოველთვის ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში პროტესტი ხელისუფლების მიმართ არა თუ იკლებდა, არამედ მატულობდა კიდეც და ამ პროტესტმა მთელი თავისი სიძლიერით თავი იჩინა სწორედ 2012 წლის არჩევნებში. ხელისუფლება ბოლო რამოდენიმე წერია განიცდის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან კრიზისს, როდესაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა არ არის მისი მხარდამჭერი, ანუ არ აძლევს
დასტურს იმ კურსს, რასაც ის ახორციელებს, უბრალოდ ეს გაფორმდა ახლა არჩევნების მეშვეობით, აი ამ ლეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენების მეშვეობით. ასე რომ ძალას, რომელმაც ლეგიტიმაცია დაკარგა უკვე კარგა ხანია, არ ვფიქრობ, რომ შესწევს ძალა, ან შესწევს უნარი ამის დაბალანსების, ან ამის უკან შემოbrunების და ხელისუფლებაში დაბრუნების. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ ნაციონალური მოძრაობა ეს არის, ასე ვთქვათ, წარსულის პოლიტიკური ხმა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვმეორებ. იცით რა, თუ არა აქვს გაცნობიერებელი მით უარესი ამ პოლიტიკური ძალისთვის. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილს აქვს გაცნობიერებული, რაღაც ნაწილს შესაძლოა არ აქვს გაცნობიერებული და ის, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ეიფორიაში იმყოფება და დასჭირდება დრო იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები შეეგუონ საკუთარ მარცხს და იმ აზრს, რომ ისინი ძალაუფლების მთავარი აქტორები, გამსაზღვრელები არ იქნებიან. უკეთეს შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვმეორებ, მათ შეიძლება შეასრულონ კონსტრუქციული ოპოზიციის როლი, რაც რასაკურველია, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ახალი ოპოზიცია ჯერ კიდევ არ გაჩენილა, არადა ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ოპოზიცია, არც ერთ ხელისუფლება არ ვარგა, ასე ვთქვათ, ოპოზიციის გარეშე, იმიტომ რომ ნებისმიერი ძალაუფლება რყნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყნის და იმისთვის, რომ მაშინ ასეთ შედეგამდე არ მივიდეთ ხელისუფლებას სჭირდება ოპოზიცია, ახლა ამ ოპოზიციურ ფუნქციას უთუოდ შეასრულებს ნაციონალური მოძრაობა. ყოველ შემთხვევაში მე ამას ველი და მე ამის იმედი მაქვს, სანამ ოპოზიციურ ფლანგზეც არ გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაანაცვლებს ოპოზიციურ აქტორებს. ბატონო, სააგენტო პირობებმა დღეს არაოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი სააკაშვილი გეგმავს გადადგომას. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს პერსპექტივა, თუმცა მთავარ კითხვას იაგო კაჭკაჭიშვილი უპასუხებს სარეკლამო ბლოკის შემდეგ. იაგო კაჭკაჭიშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას, ბატონო იაგო, დღეს არაოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა პრეზიდენტი სააკაშვილი გეგმავდეს გადადგომას. არის თუ არა ეს თქვენი აზრით რეალური, რადგან როდესაც კოალიციის ლიდერმა მას უბრალოდ ურჩია გადადგომა მორალური პასუხისგებლობის გამო, ამას მოყვა ძალიან მძაფრი რეაქცია პრეზიდენტის მომხრეების მხრიდან და შეხსენება იმის, რომ საპრეზიდენტო ვადა მას დარჩა ჯერ კიდევ ერთი წელი. გეთანხმებით, ეკა, მე ვფიქრობ, რომ არანაირი ნიშანი ახლა სააკაშვილის ქმედებებში ან ნაციონალური მოძრაობის ქმედებებში არ შეინიშნება ისეთი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომაზე მიგვანიშნებდეს. მეტიც პრეზიდენტმა უკვე გამოიყენა თავისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მუსილება და რაღაცა ისეთი განკარგულებები გამოსცა, რაც მისი ძალაუფლების შენარჩუნებას გარკვეული ვადით, გარკვეულ დრომდე ეს ვადა გახსენებათ, რომ 2013 წელს იწურება, აი ამ ძალაუფლების გამყარებას გულისხმობს, არა, მე გაგახსენებთ იმ განკარგულებას, რომელსაც გუშინ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტოს სპეციალური დაცვის სამსახურისადმი დაქვემდებარების შესახებ. ეს თუნდაც ეს განკარგულება არის მანიშნებელი იმისა, დიახ, თუ აი ეს განკარგულებები არის მანიშნებელი იმისა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს გადადგომას. პრინციპში ჩვენ თუ შევხედავთ ობიექტურად ვითარებას, სახეზე გვაქვს გარკვეულწილად ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობა, თუმცა ნიშნავს ახალ გუბერნატორებს, ნიშნავს გენერალური შტაბის ხელმძღვანელს. ანუ ორხელისუფლებიანობის გარკვეული ნიშნები არის, თვითონ კანონმდებლობის საფუძველზე კონსტიტუცია იძლევა საქართველოში ამ ტიპის პარალელური, ასე ვთქვათ, ძალაუფლების თუ ხელისუფლების განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, მით უფრო დემოკრატიულ საზოგადოებაში, მით უფრო კი არა უპირველეს ყოვლისა დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალაუფლების მთავარი წყარო ეს არის ამომრჩეველი, ეს არის ხალხი. ამდენად ის ძალაუფლება, რომელსაც პრეზიდენტი ახლა ფლობს, არის პრინციპში მოდი ამას დავარქვათ მე მაინც დავარქმევდი სიმბოლურ ძალაუფლებას, ან მე მაინც დავარქმევდი კვაზი ძალაუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის გამყარებული
საზოგადოების მხარდაჭერით ხო ნებისმიერი ძალაუფლება რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით არ არის გამყარებული არის მილევადი ასე თქვა ძალაუფლება მე ვფიქრობ რომ თუმცა შესაძლებელია ამან ხელი შეუშალოს კი რასაკვირველია ეს ფაქტორი იქნება ხელის შემშლელი ახალი ხელისუფლებისთვის გარკვეული ქმედებების მოკლე დროში და ეფექტურად განხორციელების თვალსაზრისით მაგრამ მოდი ეკა ისიც ვთქვათ რომ პრინციპში ეს არის დემოკრატია ანუ დემოკრატიის პირობებში დემოკრატიულ სოციალურ სივრცეში გადაწყვეტილებები არასოდეს არ მიიღება ასე ვთქვათ უცებ არასოდეს არ მიიღება ადვილად არამედ ის ყოველთვის გადის ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ ძალიან სერიოზული წინააღმდეგობების პრიზმაში და მოდით ნაციონალურ მოძრაობას თვითონ პრეზიდენტს სწორედ აი ამ წნეხის ფუნქცია მივცეთ ახლა და ვთქვათ რომ ამ წნეხის პირობებში ქართული ოცნების როგორც უკვე ახალი ხელისუფლების სვლა პროგრესისკენ იქნება უფრო მეტად ასე ვთქვათ დაფასებული და უფრო მეტად ნაყოფიერი ვიდრე ერთპიროვნული დაუბალანსებელი ძალაუფლების პირობებში. სხვა კუთხით რომ შევხედოთ იმას რომ პრეზიდენტი თავის დაქვემდებარებაში ის რომ პრეზიდენტმა თავის დაქვემდებარებაში გადაიტანა ორი ესეთი მნიშვნელოვანი სააგენტო სხვადასხვა სამინისტროებიდან რომლებიც ფლობს პრინციპში საიდუმლო ინფორმაციებს ის რომ ის ასევე ნიშნავს ახალ გუბერნატორებს და გენერალური შტაბის უფროსს ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი მეორე მხრივ ემსახურება იმას რომ ხელისუფლებამ ყოფილმა ხელისუფლებამ დაფაროს თავის დანაშაული რადგან საზოგადოება თავის მხრივ ითხოვს იმას რომ დამნაშავეები დაისაჯონ. რასაკვირველია ეს ემსახურება იმასაც რომ ხელისუფლებამ დაფაროს თავის დანაშაული, რა თქმა უნდა ეს ასია. რეგიონების დონეზე ძალაუფლების გამყარებაც ასევე არის ხელისუფლების მცდელობა რომ ეს მოძებნოს ძალაუფლების ყველა წერტილი რომელზედაც დამაგრდება, რომელსაც ჩაებღაუჭება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მცდელობა დანაშაულის დაფარვის და არა ანუ უარყოფითი მცდელობა არა და არა პოზიტიური მცდელობა ქვეყნის განვითარებისთვის ზრუნვის. ანუ ეს არის უკვე დაკარგულ ძალაუფლებაზე მობღაუჭება თუ შეიძლება ასე ითქვას და არ არის ამ ძალაუფლების გამოყენებით საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეების შეთავაზების მცდელობა. აი ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ეკა და ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამაც, აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამაც. სხვა შორის მე ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ფაქტია რომ ხელისუფლებამ პირველივე წუთებამდე არჩევნების დამთავრებიდან დაიწყო საკუთარი მარცხის აღიარება, დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ საჭიროა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა, ეს არის უდავოდ პოზიტიური მოვლენა, ამიტომ ნებისმიერი არა, სხვა რაციონალური გზა არ ქონდათ, მაგრამ ირაციონალური გზა ცხადია ქონდათ, არა, ანუ არადემოკრატიული რამდენჯერ გვინახავს ეკა, როდესაც პრეზიდენტს გამოუყენებია არადემოკრატიული, არარაციონალური რაღაც პრომეტიც აქვს, ძალიან ავტორიტარული და ტოტალიტარული მეთოდები მის წინააღმდეგ გაჩენილი პროტესტის გასაუვნებელად გავიხსენოთ 7 ნოემბერი, გავიხსენოთ 26 მაისი, გავიხსენოთ მცდელობა ხელისუფლების ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციური აზრის ასე ჩახშობის, არ გათვალისწინების ეს იყო ჩვეულებრივი მთელი ერთი წლის მანძილზე. კი, არ მაგას ვამბობ, ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა ამ ხელისუფლების ხო და მაგას ვამბობ სწორედ. ამიტომ თქო რომ მეუბნებით სხვა რა გზა ქონდა სხვა გზა, ოღონდ ამ შემთხვევაში სხვა გზის გამოყენება მას მოუტანდა გაცილებით უფრო მძიმე შედეგს, ვიდრე ყველა დანარჩენ შემთხვევაში, უბრალოდ ხელისუფლება აღმოჩნდა საკმაოდ გონიერი, გათვალა რომ მის მიერ ასე ვთქვათ დინების უკან დატრიალების მცდელობა იქნება ბუმერანგივი დაუბრუნდებოდა მას უარყოფითად და აირჩია მისთვის ყველაზე უფრო უმტკივნეული გზა საკუთარი თავის გარკვეული ვადით გადარჩენის. ეს სრულიად ცხადია, ხელისუფლებას ასეთი გონივრული არჩევანი ცხადია უნდა დაუფასოთ, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ამ ტიპის სულისკვეთება შეეწინააღმდეგება, ანუ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ხალხის ნების შესაბამისად, ამ უმრჩევლის ნების შესაბამისად, აი ამ მცდელობა შეეწინააღმდეგება, მარცხით დამთავრდება. ამიტომაც ველოდები მე იმას, რომ მიუხედავად ცარკეული მცდელობებისა,
ნაციონალური მოძრაობა სულ დიდი და სულ მეტი დაკმაყოფილდება ოპოზიციური ნიშით ქართულ პოლიტიკაში. დამნაშავეების თემა, მათი დასჯის თემა მინდა განვავრცოთ. საზოგადოება ამას ითხოვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ციხის შემზარავი კადრები გახდა საჯარო, მაგრამ რამდენად არის ცხადი დღეს ქართული ოცნების ლიდერების პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით? როგორ მოიქცევიან ისინი, როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში რა განცხადებებიც მოვიცმინე მე ქართული ოცნების ლიდერებისაგან, ეს განცხადებები არანაირად არ მეტყველებს ქართული ოცნების ლიდერთა რევანშისტულ განწყობაზე. ეკა, ჩვენ მომსწრევართ თავისი შინაარსით რევოლუციური ცვლილებისა, რომელიც საქართველოში მოხდა. ფორმა იყო დემოკრატიული და დემოკრატიული ინსტრუმენტები იქნა გამოყენებული ხელისუფლების ცვლისთვის, თუმცა შინაარსის თვალსაზრისით ეს იყო მართლაც რევოლუციური ცვლილება, ხო? მაგრამ ეს რევოლუციური ცვლილება არ გაგრძელებულა რევოლუციურ რეჟიმში. რის დიდი ცდუნებაც რასაკვირველია ექნებოდა ასეთ პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებულ ყველა პოლიტიკურ ძალას. გაგახსენებთ 2003 წელს ვარდების რევოლუციის გზით მოცული ხელისუფლება რევოლუციურ რეჟიმში საქმიანობდა შემდგომი არა უბრალოდ კვირების ან თვეების განმავლობაში, არამედ წლების განმავლობაში. აბსოლუტურად ნიველირებული იყო სასამართლო, აბსოლუტურად ნიველირებული იყო ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დამნაშავეთა, ასე ვთქვათ, იდენტიფიკაციას და მათ ადეკვატურ დასჯას გაითვალისწინებდა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო ერთი ან რამოდენიმე ადამიანის პოლიტიკურ ნებაზე და ისინი მართლაც მთელი სიძლიერით, შემთხვევაში სამწუხაროდ ცისასტიკითაც კი ახორციელებდნენ თქვა დამნაშავეთა გამოვლენას, ზოგჯერ ნამდვილი დამნაშავეების და ზოგჯერ არანამდვილი დამნაშავეების, არა დამნაშავეთა დასჯის მომსწრეც არაერთხელ ყოფილვართ, ხო? ნებისმიერი რევოლუციური რეჟიმით ქვეყნის მართვა ამ ტიპის სავალალო შედეგებს მოიტანს. აი, ჩემი აზრით, საქართველოს საზოგადოების მაღალი პოლიტიკური კულტურის ან პოლიტიკური ზრდის მაჩვენებელი არის ის, რომ ასეთი რევანშისტული განწყობა ახალ ხელისუფლებას არ აქვს. რაც არის არაჩვეულებრივი მოვლენა, მართლაც მე განცხადებებში, აი ბატონი ირაკლი ალასანა იყო თქვენი სტუმარი, რასაკვირველია, მან კარგად იცის რა ხდებოდა, სხვა ზუგდიდში, ის შესაძლოა შეესწრო თავადაც არაერთი დარღვევის ფაქტს, მაგრამ მან სრულად მკაფიოდ თქვა, რომ თუ ესე იგი სასამართლო დაადგენს, რომ დარღვევები მოხდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ამ დარღვევათა გათვალისწინება არჩევნების შედეგზე. არა, ანუ გამოყენება ლეგიტიმური ინსტიტუტების და არა ნებასურვილის, პოლიტიკურ ნებასურვილის დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული მიღწევა ქართული პოლიტიკის, რომელსაც დღეს ვუსწორებ თვალს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეც გაგრძელდება და მართლა ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო უკეთეს მნიშვნელოვნად დემოკრატიულ ვითარებას, ვიდრე სამწუხაროდ ქონდა ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მთავარ კითხვას იაგო კაჭკაჭიშვილი პასუხობდა, მე ხვალამდე გემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.